დეზინფორმაციის და პროპაგანდის გორში ქართული მედია ჯგუფის სივრცეში მედია წიგნიერების შესახებ ტრენინგი გაიმართა, რომელიც ორგანიზებული იყო სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრის მიერ. ტრენინგს უძღვებოდა ორგანიზაციის ტრენერი ანანო სიყმაშვილი, რომელმაც მონაწილეებს ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ახალგაზრდებს გაუზიარა ცოდნა თუ როგორ დაიცვან თავი დეზინფორმაციისა და პროპაგანდისგან ციფრულ სამყაროში. ტრენინგის მთავარი მიზანი იყო აუდიტორიის გაძლიერება იმ უნარებით, რაც აუცილებელია ინფორმაციის გადამოწმებისა და კრიტიკული ანალიზისთვის. ძირითადი მითები ეხება ევროპულ ღირებულებებს, რასაკვირველია საქართველოს პოზიციას. ძირითადად არის ამ კუთხით და რა თქმა უნდა პოლიტიკურ სიტუაციასთან მიმართებით. ამ შემთხვევაში მთავარი გასაღები თუ როგორ ვებრძოლოთ დეზინფორმაციას და პროპაგანდას არის ის, რომ თითოეულმა მოქალაქემ უნდა გადავამოწმოთ დეზინფორმაციული ნარატივები და დიდი სიფრთხილით გავაზიაროთ ინფორმაცია, რათა თავიდან ავიცილოთ პროპაგანდისტული მანქანისმიერ გავრცელებული ნარატივები. შეხვედრაზე განხილული იყო უსაფრთხოების ძირითადი წესები ონლაინ სივრცეში, პროპაგანდის გავრცელების გზები და ის მავნე გავლენა, რაც აისახება ცრუ ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელებით საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფზე. ეს დავესწარი მედია წიგნიერების ტრენინგს, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო და საინტერესო იყო. მედია წიგნიერება სწორედ ის მიმართულება, რაც ყველა ახალგაზრდამ და ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, ეს არის ცნობიერების ამაღლება იმ მიმართულებით, რაც დღეს ყველაზე ხშირად გვიწევს და გვესმის, ეს არის პროპაგანდა, ცრუ ინფორმაციის გავრცელება, განსაკუთრებით კი ეს ყველაფერი სოციალურ ქსელს ეხება და დღესდღეობით ყველაზე აქტუალურია ეს პრობლემა. კარგი იქნება თუ ხშირად ჩატარდება მსგავსი ტრენინგები და ბევრ ადამიანს შესაძლებლობა იქნება რომ დაესწროს ამ ტრენინგს და გაიღრმავოს ცოდნა მედია წიგნიერების მიმართულებით. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა არა მხოლოდ თეორიული ცოდნა მიიღეს, არამედ რეალურ მაგალითებზეც იმუშავეს. მათ განიხილეს ინფორმაციის გადამოწმების მარტივი ტექნიკები, გაიარეს სავარჯიშოები და იმსჯელეს იმ მეთოდებზე, რომლებიც ეხმარებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ინფორმაციის გაანალიზებისას. ძალიან საჭირო და აუცილებელია გქონდეს ცოდნა და უნარები იმისთვის, რომ გადავამუშაოთ ცრუ ინფორმაცია, დეზინფორმაცია და მივაწოდოთ საზოგადოებას რეალური ინფორმაცია, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც გაგვირცელის კადრები თითქოს ქალაქის ცენტრში 7 მანქანა პოლიციის და წინ და საკრებულოს წინ ვარიგებდით თანხას, რეალურად ეს თანხა იყო დაბადების დღისთვის აგროვეთ, რომელიც გადახურდავებაც და წვრილი კუპიურები და მსხვილ კუპიურებზე, მაგრამ ის ამოჭრეს და დაამონტაჟეს პროპაგანდისტულმა მედიებმა, რომ თითქოს ჩვენ ვარიგებდით თანხას და აქციაზე მონაწილეებს ბანერების დაჭერისთვის მოხდით თანხას. რეალურად ჩვენ გვქონდა ფაქტები, ჩვენ გვქონდა რესურსი იმისთვის, რომ სწორი ინფორმაცია მოგეწოდებინა საზოგადოებისთვის და საბოლოოდ ნახეთ, რომ სწორი ინფორმაციას უფრო დიდი გამოხმაურება მოყვა საზოგადოების მხრიდან და უფრო დიდი მხარდაჭერა მოყვა, ვიდრე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც შეეცადნენ, რომ ჩვენს წინააღმდეგ გამოეყენებინათ. ტრენინგი მედია წიგნიერების მიმართულებით მხოლოდ ერთი ეტაპია უფრო ფართო პროცესში, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, კრიტიკული აზროვნების გაძლიერებას და პროპაგანდის გავლენის შემცირებას რეგიონში. მნიშვნელოვანი არის, რომ თითოეულმა მოქალაქემ და განსაკუთრებით აქტიურმა მოქალაქეებმა კარგად ვიცოდეთ, თუ რა საფრთხის წინაშე ვდგევართ და როგორ უნდა მოვახდინოთ იდენტიფიცირება და როგორ უნდა დავაფიქსიროთ, ასე ვთქვათ, რომ ესა თუ ის ინფორმაცია არის დეზინფორმაცია და ვიღაცა ცდილობს, რომ შეცდომაში შეგვიყვანოს ადამიანები. დღევანდელ შეხვედრის მიზანიც ეს არის, რომ გორში აქტიურ ადამიანებს მივაწოდოთ ის ინფორმაცია და გარკვეულწილად მათ ცნობიერება კიდევ უფრო ავამაღლოთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ, ასე ვთქვათ, აღმოაჩინონ და დააფიქსირონ ესა თუ ის დეზინფორმაციული, ასე ვთქვათ, წყაროები და ის ნაკადები, რაც მოდის ძალიან აქტიურად. სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრი აქტიურად აგრძელებს მსგავსი ტიპის შეხვედრების ორგანიზებას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან, მათ შორის ახალგაზრდებთან, ჟურნალისტებთან და აქტივისტებთან. ორგანიზაციის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება იმაზე, თუ როგორ არ გახდნენ დეზინფორმაციის მსხვერპლი, როგორ გადაამოწმონ ინფორმაცია და შეინარჩუნონ სიფრთხილე ციფრულ სივრცეში.